Frontline კლუბში გლუშინ ამერიკელი ჟურნალისტის თომას გოლცის წიგნის საქართველოს პრეზენტაცია გაიმართა. Გამოცემის ქართული აუდიტორიის წინაშე წასადგენად სპეციალურად ამერიკის შეერთებული შტატებიდან წიგნის ავტორი თომას გოლცი და თარგმნელი გიორგი ქოიავა ჩამოვიდნენ. თომას გოლცი წიგნში 1992 წლიდან 2008 წლამდე ომიდან ომამდე პერიოდზე მოგვითხრობს. ის ამ დროს პროფესიული საქმიანობით თავად იმყოფებოდა საქართველოში და აშუქებდა მოვლენებს ცხელი წერტილიდან. საკუთარ დღიურში კი სწორედ ომში ნანახი და განცდილი ასახა. წიგნი ქართულ ენაზე გამოცემულობა ინტელექტმა გამოსცა. პრეზენტაციის შემდეგ თომას გოლცმა საქართველოს ისტორიული ასპექტების შესახებ საგანგებო ლექციაც ჩაატარა. Ფიქრობ ძალიან საინტერესო წიგნი გამოვიდა. პირველად საქართველოში 1992 წელს ჩამოვედი და ზვიად გამსახურდიასგან ზუგდიდში ექსკლუზიური ინტერვიუ ავიღე. ქართველი მკითხველი ამ წიგნიდან ბევრ უცნობ და ახალ ფაქტს გაიგებს. მე შეულამაზებლად ავსახე ყველა ის მოვლენა და ისტორია, რაც ამ ომების დროს პირადად ვნახე და განვიცადე. წიგნი მთლიანობაში არის 50% ეხება აფხაზეთს და იქ მიმდინარე მოვლენებს. რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა. საინტერესო და მკითხველისთვის უცნობი დეტალებია, რადგანაც თომას გოლცმა პირველად გადაიარა ეს ჯოჯოხეთი, ეს მოვლენები და თომას გოლცი არის ადამიანი, მე ვიტყოდი უახლესი საქართველოს მემატიანე, ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც პირველმა მოახერხა გაერღვია ის იზოლაცია, ის წეული რკალი, რომელიც იმ დროს პოსტსაბჭოს საქართველოს ერწყა და შიშველი სიმართლე მიეტანა საერთაშორისო რადარამდე.